ქრისტეს მადლი და მშვიდობა იყოს თქვენთან. ძვირფასო მაყურებლებო და გამომწერებო, მოგესალმებით. დღეს არის 17 აპრილი, დღე რომელიც ბევრ ქვეყანაში აღინიშნება როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მნიშვნელობის გახსენების და პოპულარიზაციის დღე. დღე როცა ვსაუბრობთ იმაზე, რამდენად დიდ როლს თამაშობს ტრანსპორტი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. დღეს მინდა მოგიყვეთ ძალიან საინტერესო თემაზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ისტორიაზე, როგორ დაიწყო ყველაფერი მსოფლიოში, როგორ განვითარდა და რა მდგომარეობაა დღეს საქართველოში. საზოგადოებრივი ტრანსპორტის იდეა ძალიან ძველია. ჯერ კიდევ ანტიკურ პერიოდში, ძველ რომში არსებობდა ორგანიზებული გადაადგილების სისტემები და სახელმწიფო გზები, რაც ადამიანებს დიდ ქალაქებში გადაადგილებას უმარტივებდა. თუმცა თანამედროვე საზოგადოებრივი ტრანსპორტის დასაწყისი ბევრად მოგვიანებით იწყება. 1662 წელს Blaise Pascalმა პარიზში შექმნა პირველი საჯარო ეტლების სისტემა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ტრანსპორტი უკვე არა მხოლოდ მდიდრებისთვის, არამედ ყველასთვის გახდა ხელმისაწვდომი. შემდეგ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა 1826 წელს, როცა სტენისლას ბარბრიმ ნანსში შექმნა ომნიბუსის ხაზები. სიტყვა ომნიბუსი ნიშნავს ყველასთვის და სწორედ ამ იდეას ასახავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველასთვის. ინდუსტრიული რევოლუციის დროს ტრანსპორტი კიდევ უფრო სწრაფად განვითარდა. 1825 წელს გაიხსნა პირველი სამგზავრო რკინიგზა Stockton and Darlington Railway, რამაც ადამიანებს საშუალება მისცა დიდი მანძილების სწრაფად და იაფად დაეფარათ. შემდეგ 1863 წელს ლონდონში გაიხსნა მსოფლიოში პირველი მეტრო, London Underground. ეს იყო რეალური რევოლუცია ქალაქის ტრანსპორტში, რადგან გადაადგილება უკვე მიწის ქვეშ დაიწყო და ქუჩები განიტვირთა. შემდეგ ეტაპზე განვითარდა ელექტროტრანსპორტი, ტრამვაი და ტროლეიბუსი. ამ პროცესში დიდი როლი ითამაშა Werner von Siemensმა, რომლის ინოვაციებმა ელექტროტრამვაის განვითარება შესაძლებელი გახადა. მე-20 საუკუნეში კი ავტობუსები გახდა მთავარი სატრანსპორტო საშუალება ქალაქებში. ისინი უფრო მოქნილი იყო და არ საჭიროებდა რელსებს, ამიტომ სწრაფად გავრცელდა მთელ მსოფლიოში. დღეს უკვე 21 საუკუნეში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ახალ ეტაპზეა, ელექტროავტობუსები, ეკოლოგიური სისტემები, ჭკვიანი ბილეთები და გიფცზე დაფუძნებული მართვა უკვე ჩვეულებრივი რეალობაა. მთავარი მიზანია ეკოლოგია და საცობების შემცირება. ახლა გადავიდეთ საქართველოზე. 1883 წელს თბილისში ამოქმედდა პირველი ტრამვაი, ხოლო 1904 წელს ის უკვე ელექტროტრამვაი გახდა. შემდეგ 1966 წელს გაიხსნა თბილისი მეტრო, რომელიც დღემდე რჩება თბილისის ყველაზე სწრაფ და მნიშვნელოვან სატრანსპორტო სისტემად. დღეს საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ნელ-ნელა ვითარდება, შემოდის ახალი ავტობუსები, იხვეწება მარშრუტები, ინერგება ელექტრონული გადახდა და იქნება სპეციალური ავტობუსის ზოლები. თუმცა ჯერ კიდევ რჩება გამოწვევები, როგორიცაა საცობები და გადატვირთულობა. საზოგადოებრივი ტრანსპორტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის ამცირებს ჰაერის დაბინძურებას, ამარტივებს ქალაქში გადაადგილებას და ყველას აძლევს თანაბარ შესაძლებლობას. მადლობა, რომ მომისმინეთ. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, გთხოვთ გამოიწეროთ არხი, დააჭიროთ მოწონებას და გააზიაროთ ვიდეო, ეს ძალიან მეხმარება განვითარებაში. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. გისურვებთ მშვიდ, ბედნიერ და იმედით სავსე ხვალინდელ დღეს. ნახვამდის.